გამარჯობა, ეს არის ჟურნალისტის YouTube-ის სატესტო მესამე ვიდეო ეპიზოდი. და დღეს ძალიან განსაკუთრებული ამბები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ძალიან დიდი ოფიციალური ბრძოლის ჩანიშვნის ამბები. ერთ-ერთი არის Max Holloway და Dustin Poirier 3. Joaquin Buckley, Kamaru Usmani welterweight-ში და Rafael Fiziev, Ignacio Bahamondes-ი ბაქუში. ძალიან კარგი ბრძოლებია მართლა. უფრო ზოგი ვიღაცები ელოდებოდნენ ახლა Top Warriors და Islam Makhachev-ის მათ შორის მეც ბრძოლის ჩანიშვნას ან Thomas Pinali, John Jones-ის ბრძოლის ჩანიშვნას. მაგრამ რაც მივიღეთ იმითაც უკმაყოფილო არ ვარ. მოდი დავიწყოთ Joaquin Buckley, Kamaru Usmanis ბრძოლით. Kamaru Usmani ლეგენდაა სპორტის. Hall of Famer-ი. მართლა ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი welterweight-ი. ხო და თუ იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ რაც დამართა Kamaru Usmanმა Khamzat Chimaevs, როგორი ეჭვიც დატოვა Khamzat-თან მიმართებაში Kamaru Usmanმა და როგორი ბრძოლაც ჩაატარა 3 რაუნდის განმავლობაში და ხალხი რო იძახდა რომ თუ 5 რაუნდი რო ყოფილიყო ეს ბრძოლა Kamaru Usmani უეჭველი მოიგებდაო. მგონია რომ ზუსტად იმ ტალღაზეა Kamaru Usmani, ბევრად უფრო ძლიერიც არის. რაღაც მომენტში მგონია რომ დასაწყის რაუნდებში საკუთარი თავის იმედიც დაკარგული ქონდა Kamaru Usmans და ბოლოს მესამე რაუნდში უკვე გონზე მოვიდა, გაახსენა ვინ იყო, თქვა რომ მე ვარ Kamaru Usmani, ეს ოქტაგონი მე მეკუთვნის და ყოველთვის მე მეკუთვნოდა და გააქტიურდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის რომ Khamzat Chimaevთან მოეგო. მე თუ მკითხავთ შეიძლება იქ ფრედს ყოფილიყო, ან თუნდაც Kamaru Usmanსაც მოეგო ახლა ზოგი მსაჯი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ 2 რაუნდი წააგო, 1 მოიგო და 5 რაუნდი ყოფილიყო 100% დარწმუნებული ვარ რომ Kamaru Usmani მოიგებდა იმ ბრძოლას. ამიტომ ჩემი აზრით აქ ძალიან დიდი შანსი აქვს Kamaru Usmans რომ დაბრუნდეს. თან არავინ არ აიძულებდა რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ ბრუნდება, სანახაობას გვიბრუნებს. ჩემი აზრით ამ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლიც არის Kamaru Usmani. და Joaquin Buckley კიდევ ჩუმი მკვლელი არის ეს ბიჭი. არ ვიცი, ძალიან სანახაობრივი მებრძოლია. ასევე ისეთი ბრძოლები მოიგო უკვე მე-7 ადგილზეა თუ არ ვცდები, რომ ეხა Kamaru Usmans თუ მოუგებს 99% შემდეგი ბრძოლა იქნება საჩემპიონო. იმიტომ რომ Sean Brady-ს და Rahmanov შორის ბრძოლა თუ ჩაინიშნება, ან რომელიმე მათგანი თუ იბრძოლებს, Kamaru Usmanis დამარცხებით Buckley ხდება კონტენდერი, რომელსაც ეკუთვნის, Kamaru Usmans რომ დაამარცხებ, ეკუთვნის საჩემპიონო ბრძოლა და შეიძლება მიცენ კიდევაც. ოღონდ უახლოეს მომავალში არა, მაგრამ მაინც გონია რომ არ ექნება დასამტკიცებელი არაფერი და პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით Rahmanovზე მეტად მაინც ეკუთვნის თუ Kamaru Usmans დაამარცხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ Kamaru Usmans შეუძლია ყველაფერი მოატრიალოს და წაართვას მას ეს კონტენდერის სტატუსი და თავად გახდეს კონტენდერი, თავად გახდეს გამარჯვებული და თავად აიღოს ისევ Kamaru. მოკლედ საინტერესო დაპირისპირება გამოვიდა. იმედია რომ ტრამვების გარეშე ჩაივლის. ვიხილავთ ამ გასაოცარ ბრძოლას. და თუ არ ვცდები, ეს ბრძოლა არის ჩანიშნული 14 ივნისი. თავარი ბრძოლა იქნება. მოდი გადავიდეთ Fiziev-ის და Bahamondes-ის ბრძოლაზე. ამ ბრძოლაზე რა შემიძლია თქვა, არის ბაქუში 21 ივნისს. ძალიან მაგარი ბრძოლა შედგება. უბრალოდ ერთი რაღაც ნიუანსია, რომელიც მე არ მომწონს მაგალითად.
ბაჰამონდესი არის, რა თქმა უნდა, ტოპ პროსპექტი. ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია UFC-ს. ხო და რატომღაც არ მომწონს, რომ ფიზიევს ყოველთვის ესეთი ბრძოლების აღება უწევს. სადაც არ არის, ანუ დამკვიდრებულია ფიზიევი უკვე, არის ნამდვილად ტოპ მებრძოლი, მაგრამ ყოველთვის ესეთ ბრძოლებს იღებს, როგორცაც დაუშვათ არატოპ მებრძოლები იღებენ. მოკლედ დროში ჩანიშნულებს სხვა გამოსავალი რო UFC-ს არ აქვს ეს ბაჰამონდესიც ახლა ვერ ვიტყვი 21 ივნისს ძალიან შორს არის ან ძალიან ახლოს არის, მაგრამ აი ის კომფორტის ზონა არ არის რა ფიზიევისთვის ალბათ. რომ ასე განეწყოს, ასე მოემზადოს, ახლა ბაჰამონდეს შეუძლია ფიზიოს კარიერა დაუსრულოს, მართლა შეუძლია, თან ბაქუშივე შეუძლია ამის გაკეთება. არის ეგეთი მებრძოლი. არ ვიცი ხა როგორ მოქმედებს ძირითადად ხალხის თანადგომა სახლში ჭხუბი, მაგრამ რეალურად ამ დონეზე უკვე მაგას არ აქვს მნიშვნელობა ხა. არენა აზერბაიჯანელებით იქნება სავსე თუ არგენტინელებით, ბრძოლაა და უნარია ხა. გონია რომ ბაჰამონდესი დააფინიშებს ფიზიევს დიდი ალბათობით მესამე რაუნდში, 3 რაუნდიანი იქნება ესეთი ბრძოლა. ან შეიძლება კომენი იყოს და 5 რაუნდიანი, მაგრამ არ მგონია მაინც ეს არ უნდა იყოს 5 რაუნდიანი. და 3 რაუნდიან ბრძოლაში გონია რომ ბაჰამონდესი მესამე რაუნდში დააფინიშებს, იმიტომ რომ ფიზიევს არც თუ ისე ძლიერი მესამე რაუნდები აქვს ხოლმე. ძალიან კარგად იწყებს, ბაჰამონდესი ალბათ გაუძლებს პირველ რაუნდებს. რეინის დისტანციიდან ეჭხუბება და მესამე რაუნდში დააფინიშებს. ეს რაც შეეხებოდა UFC ბაქუს, კამარ უსმანსა და ბაკლიზე ვისაუბრეთ და მესამე ბრძოლა, რომელიც ჩაინიშნა არის დასტინ პორიე, მაქს ჰოლოვეისამ. ამაზე ვფიქრობდი ძალიან ბევრს, მეთქი რამე თქვა ცუდი, იმიტომ რომ თავიდან არ მომეწონა ეს ბრძოლა. და რატო არ მომეწონა, ახლა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ესე უბრალოდ ჰეითერივით არ მომეწონა თქვა ვერ ვიტყვი რა. ძალიანაც მომეწონა რა, ძალიანაც კარგია. აი იმ მაყურებლისთვის არის კარგი, რომელიც ეხლა იწყებს UFC-ს ყურებას. იმ მაყურებლისთვის არის კარგი, რომელიც ოქტაგონზე 5 რაუნდიან ჩეხაობას ნახავს. მაგრამ აი მე მაგალითად არ ვისურვებდი, რომ ერთი რომ მაქს ჰოლოვეიმ წააგოს. მეორე არ წაგებულია გორჯერ დასტინ პორიესთან. მოდი ბარემ თქვათ, რომ მაქს ჰოლოვეის დებიუტი შედგა დასტინ პორიესთან, მერე იბრძოლეს დროებით კამარზე, ერთმანეთის წინააღმდეგ. და ახლა დასტინ პორიეს გამოსამშვიდებელი ბრძოლა. და რატომ არ მინდა ახლა მაქს ჰოლოვეიმ რო კიდე წააგოს? იმიტომ არ მინდა რომ წააგოს, რომ როცა დივიზიონში გადადიხარ. ერთი წაგებული გაქვს შენს დივიზიონში, ხა კიდე წააგოთ ან მებრძოლთან რომელიც მინდის, ანუ არ ჩანს კარგად, არ ტოვებს ტოპ კონტენტერის შტაბეჭდილებას და მერე უფრო ცუდ მოწინააღმდეგეს მისცემენ, ალბათ უფრო ქვემოთ რეიტინგში უფრო ქვემოდან და ეს ნამდვილად არ მინდა მაქსისთვის. ასევე არ მინდა რომ დასტინ პორიემ თავის უკანასკნელ ბრძოლაში წააგოს. იმიტომ არ მინდა რომ ეხლა წააგოს მე რა ხო დასტინ პორიე მებრძოლია, არანაირად არ აისახება მის კარიერაზე ეს თუნდაც წაგება. მაგრამ ანუ როგორია ეხლა დასტინ პორიე, ესეთი ლეგენდარული მებრძოლი, რომ ბოლო ბრძოლას აგებს UFC-ში. თუ დასტინ პორიე ამ ბრძოლას წააგებს, ჩემი აზრით არ წავა სპორტიდან, თან ითრევს რა ფეხს, ითრევს სიძახის, რომ ანუ მოკლედ გადაწყვეტილი მაქვს რომ წავიდე, მაგრამ ტოპ დონეზე კიდევ რამოდენიმე წლის ჩატარება შემიძლია. და როცა ამას ამბობს მებრძოლი და თუ წააგებს მაქს ჰოლოვეისთან არ არის ვალდებული, რომ მაინც და მაინც შეეშვას ამ სპორტს. რა თქმა უნდა შეუძლია ვიღაცა ისეთი სხვა ლეგენდა აიღოს, სხვა ლეგენდა დალეწოს და ასე დაასრულოს მისი კარიერა. ნამდვილად არ მინდა რომ ეს ჩეხაობა ვნახო ამათი მესამე უაზრო, ანუ არანაირი აზრი არ აქვს ხა ამ ბრძოლას, გარდა იმისა რომ ორივე ლეგენდაა და უბრალოდ main event-ი ჭირდება UFC-ს
რაღაც კამარი, BMF კამარი, რომელიც Max Holloway-ს აქვს, რომელსაც ასევე ფასი აქვს დაკარგული, თუ მაგალითად Dustin Poirier მოიგებს და წავა სპორტიდან. BMF კამარი ხდება ვაკანტური და მე ვინ უნდა იჭყოს BMF კამარს. მოკლედ, ისევ ილიას ქონდა BMF კამარი ჯობდა. ჩემი აზრით Max Holloway ამ ბრძოლაში მოიგებს გადაწყვეტილებით. და ეს გადაწყვეტილება იქნება 4 რაუნდი Max Holloway-ს და 1 რაუნდი Dustin Poirier-ს, მაქსიმუმ 3-2. მაგრამ მგონია რომ გადაწყვეტილებით მოიგებს Max Holloway. Ian Machado Gary, Carlos Prates-ის ბრძოლას, სადაც ფავორიტი არის Ian Gary. მე მგონია რომ Carlos Prates-ი დააფინიშებს მეორე რაუნდში. ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც წინაზე, ეხაც განვიხილოთ. ერთადერთი შანსი, სადაც შეიძლება Ian Machado Gary გამარჯვება მოიპოვოს, არის 5 რაუნდის გადაწყვეტილებით თუ მოიგებს ამ ბრძოლას. სხვა შემთხვევაში მგონია რომ Carlos Prates-ის ჯიუ-ჯიტსუ ჯერ კიდე არ ვიცით ჩვენ. და მგონია რომ ანუ მაგაშიც ჯობია. სტრაიკინგშიც ჯობია. და ანუ სულ არის აქ ანდერდოგი Carlos Prates-ი მგონია რომ დააფინიშებს მეორე რაუნდში. როგორც უკვე ვთქვი. მოკლედ დღეს ღამე გავალ ლაივში. არ ვიცი გადაწყვიტავ ან პრელიმებიდან ჩავრთავ YouTube-ის ლაივს ან main card-დან, მაგრამ აუცილებლად ჩავრთავ. ამიტომ თუ შემოხვალთ და მიყურებთ, ბრძოლას ვერ განახებთ, მართალია, მაგრამ თუ შემოხვალთ და მიყურებთ, ესეთ უყუროთ ამ Fight Nights, რომელიც თუ არ ვცდები ღამის 2 საათზე იწყება ჩვენი დროით. 5 საათზე 15 წუთზე იწყება main card-ი. და პრელიმები იწყება 2 საათზე. Early პრელიმები ზუსტად არ ვიცი როდის იწყება. ამიტომ დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით ხვალ განთენეისას. გავალ ლაივში, უყურებ ბრძოლას. და რავი თუ მოვახერხებ, შევეცდები რომ ცოტა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. ჩემთვის პირველი იქნება ეს ლაივი. და იმედია ყველაფერი კარგად შეგვიდის. იმედია კიჯიკაძე ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს. კიგაზე სპეციალად არაფერი არ თქვი, იმიტომ რომ უბრალოდ მივენდობი გიგას, ვიცი რომ 100% ვიცი რომ გაიმარჯვებს. და წარმატებებს ვისურვებ გიგას. დანარჩენი რა ვიცი, ყველაფერი ღმერთის ნება. კარგად.